და კიდევ ერთი განცხადება, რომელიც დღეს ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა. ტიპიური ყვარყვარე, რომელიც უდიდესი სიბოროტისა და აგრესიის სიმბოლოა. ასე საუბრობს ბიძინა ივანიშვილი შალვა ნათელაშვილზე. ჟურნალისტებთან ქალაქ რუსთავში დღეს გამართულ მორიგ შეხვედრაზე ყოფილმა პრემიერმა რეიბუისტების ლიდერს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო. ნათელაშვილი ტიპიური ყვარყვარეა, ყვარყვარე ცოტა კომიკური ტიპია, მაგრამ მხოლოდ კომიკურობაში ნუ ჩავრჩებით. ყვარყვარე კიდევ სიმბოლოა უდიდესი აგრესიის და უდიდესი სიბოროტის, ამბობს ბიძინა ივანიშვილი. აი ნათელაშვილია ჩემი აზრით ეტალონი იმ მათი ლიდერის მიერ, რომელიც ახლა გაქცევაშია და უკრაინიდან მოძღვრავს ხალხს. ნათელაშვილია ტიპიური ყვარყვარეა. ყვარყვარე ახლა ცოტა კომიკური ტიპია და ოღონდაც კომიკურობაში ნუ ჩავრჩებით მხოლოდ. ყვარყვარე კიდევ სიმბოლოა თუ გნებავთ უდიდესი აგრესიის და უდიდესი სიბოროტის. თავარი გმირი გვარამიას გახდა დღეს ნათელაშვილი. ნათელაშვილი, რომელიც კარგად ვიცით, მათ ვიაჩვენეს მერაბიშვილის დროს 2006 წელს მე მგონი, როდესაც ჯაშუშებიდან ფულს იღებდა, საქართველოს ჯაშუშებიდან მოღალატეებისგან ფულს იღებდა, 3 დღე სარდაფში იმალებოდა, მე დაჭერით ემუქრებოდნენ, ბოლოს რომ მოვიკითხე, ჩაეგორეს კლუბებში და იმის შემდგომ ნათელაშვილს ათამაშებენ. ნათელაშვილი იყო პირველი, ვინც ამერიკას აგინებდა, დღეს ამერიკაში ვოიაჟებს უკეთებენ, რუსთავი 2-დან არ ჩამოდის, ყველაზე მაგარი კლუბები გაუკეთეს, დაუკომპლექტეს, ხალხი პირველი ექსეული ნახეთ, ნაცების საყვარელი ხალხი დაუკომპლექტეს და უბერავენ უკაცრავათავა. პატრიოტიზმზე როდესაც არის საუბარი და ესეთ სიცრუეში უნდა დამყოფონ საკუთარი სამშობლო, საკუთარი ხალხი. ეს არის სწორედ ყვარყვარიზმი და აღარ არის პატრიოტიზმი. აი ნუ ნათელაშვილი და სააკაშვილი დღეს ყვარყვარიზმის საუკეთესო განსახიერება გამოყავს. ყვარყვარე ყველაზე მეტ რასკუტკას უკეთებენ, გვარამიას ჯერ ვინ არის გვარამია და ოდესღაც როცა აგინებდა ნათელაშვილი დღეს მისი საყვარელი გმირია და ყველაზე ძლიერი პოლიტიკოსი, სხვათაშორის ძალიან კარგი და სიმბოლურია და სახია ერთისას და მეორისას, ანი დრუგას ტოიად უკაცრავად რუსული გამონათქვამებისთვის. ისინი ღირან ერთმანეთისთვის. ყვარყვარე როა სიმბოლო ძალიან ხშირად მათი ლიდერების და ახლა დღეს ლიდერი ნათელაშვილია, რაც სააკაშვილი აცუსვეთ ისე რუსული სიტყვა უკაცრავად ვერ მოდის, აგერ შვენივრად იგივე რიტორიკა, იგივე დამოკიდებულება, რასაც გინდა იტყვის, ტიპიური ყვარყვარეა. ოღონდაც არ დაგავიწყეს, ყვარყვარე არ არის მარტო ეს კომიკური ტიპაჟი, რომელსაც ეს კარგად ასრულებს, ის რაც დევს რეალურად ჯავახიშვილმა რაც ჩადო ყვარყვარეში, ის არ დაგვავიწყდეს. მაშინ დიდი სიბოროტეცაა ჩადებული და რა თქმა უნდა ეს სვერპლი მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ ანტიაგიტაციის, ამ აგიტაციის სიცრუეზე დაფუძნებული აგიტაციის სვერპლია და დღეს ნათელაშვილს 2 თუ 3% თუ ზოგჯერ 4%-იც აესახება ისევ რეიტინგებში და ისევ გააცოცხლეს ნათელაშვილი. და ბიძინა ივანიშვილის ამ შეფასებაზე ჩვენ გვინდა კომენტარი უთხოვოთ შალვა ნათელაშვილს, რომელიც პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება. ბატონ შალვა, თქვენ პრინციპში მოისმინეთ ყველაფერი. რასაც ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს. გამარჯობათ ბატონობა და გამარჯობას უსურვებ ტელემაყურებლებს, ვინც გვისმენს, ვინც არ გვისმენს ყველას. ჩვენ ვნახეთ შეშინებული კაცის გამოსვლა, რომელმაც რეალურად იცის ლეიბორისტული პარტიის რეიტინგები და კარგად მოეხსენება, რომ 8 ოქტომბერს ჩვენ ჩავანაცვლებთ აი მის კორუმპირებულ ცრუ რეჟიმს, რომელმაც ქართული ხალხი და საქართველო მიიყვანა ნაგვის ბუნკერებთან იმ საოცარი და ბედნიერი ცხოვრების სანაცვლოდ, რომელსაც მართლაც ეს ყვარყვარე გვპირდებოდა. თუმცა ყვარყვარეს ამ ბატონმა დიდი ხანია გადააჭარბა, როდესაც განაცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ იყო ეს ყველაფერი, რომ საქართველომ თურმე გაუსრო მაკროეკონომიკური განვითარებით ამერიკის შეერთებულ შტატებს. ასეთი რამ 100 და 1000 ყვარყვარეს ერთად არ მოსვლია თავში და საბჭოთა ყოფილი ლიდერი ნიკიტა ხრუშოვი, რომელიც მსოფლიოში იყო აღიარებული ცოტა ჭკუანაკლულ პერსონად, იმის გამო იყო ამგვარი სტატუსით, რომ მუდმივად გახკიოდა დავეციო და გაუსროთ ამერიკის შეერთებულ შტატებსო. თუმცა იმანაც ვერ გაბედა იმის თქმა, რომ საბჭოთა კავშირმა უკვე გაუსრო ამერიკის შეერთებულ შტატებს მაკრო თუ მიკრო განვითარების ხაზით. ეს ამან თვითონ ბრძანა. გარდა ამისა, ჩვენ ამ ბატონისგან გავიგეთ ახალი ლიტერატურული წიაღსვლები და სიახლეები, ნიცშესთან მოპაექრე ივანიშვილმა ბრძანა, რომ ყვარყვარე ჯავახიშვილის დაწერილია და პოლიკარპე კაკაბაძეს ამ გენიოს ჩამოართვას ავტორო უფლება. ოღონდ თვითონაც ვერ გაიგო, რომელი ჯავახიშვილი ყავდა მხედველობაში, ივანე, ჩვენი ისტორიის მამა, თუ მიხეილი, ჩვენი კლასიკოსი მწერალი და ჩვენი სიამაყე. შესაბამისად, საქმე გვაქვს ძალიან მძიმე შემთხვევასთან და ეს მძიმე შემთხვევა გამოწვეულია პირველ რიგში იმით, რომ მან იცრუა ზომაზე ბევრად მეტი, რაც შეიძლება თუნდაც უნამუსო პოლიტიკოს გაეკეთებინა თავისი ხალხისთვის და ყველა ის დაპირება, რომელიც არ შეასრულა, შემდგომ განგვიცხადა, რომ არ დაგვირებია,
ან მხოლოდ ერთხელ დაგვიდა და მეტჯერ არ უთქვია უფასო ფული, დაბალ პროცენტიანი კრედიტები, საბანკო სისტემის გაუმჯობესება, ტარიფების განახევრება, 1 მილიარდი სოფლის მეურნეობაში, 150 საწარმო ქარხნის აშენება, ეს ყველაფერი თურმე ყოფილა ასე ვთქვათ 2030 წლამდე გათვლილი და მას ეს ამ 4 წელიწადში არ ქონია მხედველობაში, თითქოს იმასაც არ შეგვერებია რომ გლეხებს თვითონ მიუტანდა ბაზარში მომხდარ პროდუქციას. დღეს ბიძინა ივანიშვილმა თავის კომენტარში ისიც თქვა რომ თქვენ ნაციონალური მოძრაობა გმართავთ. აბა რა უნდა თქვას ეგრე კაცმა, რომელსაც ვიმეორებ, აქვს პათოლოგიური შიში მოწინააღმდეგისა ჩვენი სახით, რომელიც მას ორკურაში ჩაყლაპავს და მან ძალიან კარგად იცის, რომ ლეიბორისტული პარტიის რეიტინგი არის პიკზე ასული დღეს და რეალურად ჩვენ ის უნდა შევცვალოთ რამდენიმე დღეში და კარგად იცის რომ ჩვენ აუცილებლად მას და მის კამარილიას, მის ამფსონებს მოვთხოვთ პასუხს არა მარტო შეუსრულებელ დაპირებებზე პატა, არამედ იმ ყაჩაღობაზე, იმ ძარცვაზე, იმ იმიტაციაზე, რომელიც მათ ჩაიდინეს სახელმწიფო ხელისუფლების. მე ასევე მინდა გთხოვოთ შეაფასოთ შინაგან საქმეთა მინისტრის დღევანდელი განცხადება 8 ოქტომბერს ქუჩებში პოლიციის განსაკუთრებით დიდი რაოდენობა იქნება. როგორ გონიათ რითი არის ეს გამოწვეული და რა მიზანს ემსახურება? საერთოდ მე რამე დიდი მნიშვნელობა ამ განცხადებისთვის არ მიმინიჭები, რადგანაც ყველა არჩევნების დროს ასე აცხადებენ, რომ ყაზარმულზეა გადაყვანილი პოლიცია, ყაზარმულზეა გადაყვანილი სპეცრაზმი, აქ რეალობაც არის ჩადებული, საერთოდ ამ დროს ყველა ქვეყანაში განსაკუთრებული სიტუაციები ასე ვთქვათ მზადდება და ამუშავდება სპეციალურ ორგანოებში, არაფერი გასაკვირვია, მაგრამ აქ მეორე ელემენტიც არის ჩადებული, რომ ჩვენად იყავით, რომ აგერ მილიცია და სპეცსამსახურები გასავლენ ჭკუას. ის კი არ იციან და იმას კი ვერ ხვდებიან, რომ მილიციაც ჩვეულებრივი ხალხის ნაწილია. შერეღებული ძალებიც ჩვენი ნაწილია, სპეცსამსახურებიც კი, რომელთა დიდი იმედი აქვს, ჩვენი ნაწილია და იმასაც ვერ ხვდება ივანიშვილი, რომ ყველას მოაბეზრა თავი. ყველას მოაბეზრდა მისი არსებობა ამ ქვეყანაზე. ყველა დაიღალა მისი ბაიათებით და მისი მთავრობის დაპირებებით. ადამიანებს უნდა ღარიბაშვილის დაბრუნების თემაზე რის საშუალებასაც როგორ აფასებთ ყოფილი პრემიერის შანსებს? ამ პიროვნების მთელი უბედურობა იცით რა შემდგომარეობს პატა? საერთოდ პირველ რიგში პოლიტიკოს კაცს და ადამიანს, მაგრამ პირველ რიგში პოლიტიკოს უნდა შეეძლოს ღირსეული გამარჯვება და ღირსეული დამარცხება. მას არ შეუძლია ღირსეული გამარჯვება, იმიტომ რომ ესე უღირსად დაამთავრა ეს თავისი ტრიუმფი და ის ხალხის სიყვარული, რომელიც ჩვენმა ადამიანებმა გამოხატეს მის მიმართ 2012 წელს და ასევე უღირსად მიდის. არ შეუძლია ღირსეული წასვლა. ბატონ შალვა, ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო დაბრუნებაზე ცილაპარაკა ივანიშვილმა, რას ფიქრობთ თქვენ? ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო დაბრუნებაზე პოლიტიკაში გაკეთდა განცხადებები, რომ ის შეიძლება პრეზიდენტობის კანდიდატიც კი იყოს. აი ხა ამ პიროვნებაზე ხო არის დათქვამი რომ მითხარი ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი ვინ ახარ შენ. ეხლა კაცი რომ ღარიბაშვილით იქნება აქტუანებული. კაცი რომ აქტუანებული იქნება, არაფერი მაქვს ეხლა მასთან გასაყოფი, ნარმანიათი. კაცი რომ ხადურით იქნება აქტუანებული. კაცი რომ აქტუანდება ეხლა ისეთი ტიპაჟებით რომ აღარ მინდა ეხლა ჩამოთვალო ზოგი მასთან უკვე ოპოზიციაში გადავიდა და თვითონ გმობს იმათ თავის ნარჩევ კადრებს, ხო? უკვე გასაგებია ვისთან გვაქვს საქმე. ირაკლი ღარიბაშვილი უნდა იჯდეს ციხეში, იმიტომ რომ ღარიბაშვილმა, მისმა ნარკოვაჭარმა, სიმარმა, თამაზაშვილმა იმ რა ჯანდაბა ქვია ჯანყარაშვილმა და მთელმა მისმა ცოლეურებმა თუ ნათესავებმა და მძახლეულებმა ნახევარი საქართველოს გაზიდეს საბანკო ანგარიშებზე, მთელი ტენდერები მოიგეს, მთელი ქონება გადაიფორმეს, ეს არის ასეულობით მილიონი. ეს პიროვნება ისე მშრალად გააძრუნეს, რომ თითქოს არაფერი არ მოხდარა. ღარიბაშვილი დაბრუნდება ციხეში მასთან ერთად. და რა პოლიტიკაში და რა პრეზიდენტად. დიდი მადლობა. თავის საკუთარ თავის მოტყუებას თავი დაანებოს და მე ზვიად ძიძიგურის გამკვირვებია. ჯერ ეგერთი ზვიად ძიძიგური თვითონ იყო პოლიტიკური პატიმარი, როგორც ბრძანებს შევარდნაძის ხელში და მას აბრალებდნენ სახელმწიფო გადატრიალებას თუ ხიდის აფეთქებას და შემდგომ ყველაფერი გაიკვარო, ეს კაცი ყოფილა ფრთიანი ანგელოზი თუ არა, ყოველ შემთხვევაში უდანაშაულო იმ საქმეში, ხო? შემდეგ თვითონ ბატონი ძიძიგური ბრძანდებოდა ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი ავტორი, განმახორციელებელი მიხეილ სააკაშვილთან ერთად დროშით ხელში ივანიშვილის დაფინანსებით აი პარლამენტის დარბაზში შევარდნეთ ძალაუფლების უზურპატორი და ძალაუფლების უკანონო მიმთვისებელი, რის გამოც ის უნდა ციხეში მჯდარიყო თავის თანამებრძოლებთან ერთად, ვინც იმ დროს გასაგებია, დიდი მადლობა ბატონო შალვა. გადატრიალება, ხო?
მერე იყო და დიდი მადლობა ბატონ შალვა. უნდა დავამთავროთ სამწუხაროდ ძალიან ცოტა დრო გვაქვს. არა, მე მაგალითს ძიძიგურიზაციის ფენომენზე ვსაუბრობ ქართულ პოლიტიკაში. მარტო ეს ერთი კი არ არის ასეთი და ხელისუფლებაში, არამედ ბევრი არიან. ეხლა სხვები გამოვლენ და იტყვიან, რომ აი წუხელ მოსულა ოდესიდან დიდი ფული ლეიბორისტულ პარტიაში, მათთვის შაქარი და ეს ნათელაშვილის გაუნაწილებია, თანაც თათბირზე გაუნაწილებია, თანაც მიკროფონით გამოუცხადება, რომ ფული მოვიდა და დაგამხოთ. ნორმალურები არიან ესენი? საერთოდ ფსიქიატრული სამსახური დარჩა ქვეყანაში? ვინმე მივიდეს ამას ძალიან დიდი მადლობა. პულსი გაუსინჯოს, კარდიოგრამა გადაუღოს საერთოდ. თავის ეხოსკოპია გაიგეთოს, კაცო. თუმცა ეს ეხოსკოპია ვერაფერს ვერ ნახავს იქ, მაგრამ მაინც. ბატონ შალვა, ძალიან დიდი მადლობა. უნდა დაგემშვიდობოთ სამწუხაროდ შალვა ნათელაშვილი ლეიბორისტების ლიდერი პასუხობდა ჩვენს კითხვებს პირდაპირ ეთერში და